რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ. ძალიან მიყვარს, რაც თავარია და არასოდეს გამორჩენაზე არ მიფიქრია ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ვაკეთებდი გულწრფელად, ჩემი დარჩენილი ცხოვრებით, მინდა ჩემ მაყურებელს უთხრა მადლობა. თავის სათქმელს მაყურებელს უკვე 4 ათეული წელია ასე გადასცემს და სანაცვლოდ მიღებული სითბოც უკვე წლებია მისთვის უცხო აღარ არის. იმისთვის რომ მაყურებლის სიყვარული მოეპოვებინა მურმანჯინორიას თავდაუზოგავი შრომა დასჭირდა. ამბობს რომ სცენაზე ადამიანი ყველაზე გულწრფელია. მე მომეცა საშუალება, მე ვინცა ვარ, ეს უთხრა მაყურებელს და ვაგრძნობინო მაყურებელს. ამაზე დიდი საჩუქარი რა უნდა მოხდეს ღმერთმა. თუმცა ეს ყველაფერი მე გამოვჭედე. ახლა ხო ხდებიან არა მსახიობებს ხდებიან ქუჩაში ხან ასე ზოგს ასე შეხედავენ ეს ის არის იმ შოუში რომ და ზოგი არის რაღაც მოკრძალებით შემოქმედავს მოკრძალებაშია სიყვარული 80-ზე მეტი როლი კინოსა და თეატრში და 40 წელი სცენაზე. მსახიობის პირველი შესრულება სატელევიზიო დადგმებს უკავშირდება. თუმცა მურმანჯინორიას სამსახიობო კარიერა სცენაზე ახლად დაარსებულ კინომსახიობთა თეატრში იწყება. აქ მსახიობმა 8 წელი გაატარა. მისივე ინიციატივით დაიდგა ცნობილი ნაწარმოები დონ ჟუანი, სადაც მთავარი როლი შეასრულა. ამავდროულად ითამაშა 35-მდე მხატვრულ ფილმში. აი ახლა კი ნამდვილად დამეძინება. მადლია ცოტა ხანს მაინც არ დავინახავ ამ სამარცხვინო ქვეყანას ობედისერავ გევედრები ერთხელ კიდევ გამიღიმე სასიკეთოდ დაატრიალე ჩემი შემდეგ მსახიობმა მოღვაწეობა რუსთაველის თეატრში განაგრძო მეფე ლირი მარიამ სტიუარტი და უამრავი როლი ცნობილ სპექტაკლებში თითქმის 30 წელია მურმანჯინორია რუსთაველის თეატრის მაყურებლისთვის იხარჯება სულგონიათ მსახიობობა რომ არის რა თამაშობ კი არა სკდები გული გისკდება ძალიან რთულია ეს როგორ გითხრათ სხვა საცეცებით, სხვა გზნობებით უნდა შეაფასო. ეს პროცესი არის ძალიან იდუმალებით მოცული და ამ იდუმალებას მაყურებელი გრძნობს. და აი ეს პროცესი თუ დამერვა, მაშინ მე ამ პროფესიას თავს დავანებებ. როგორც ნისლის ნამქერი ჩამავალ მზით ნაფერი ელვარებდა ნაპირის სამუდამო მხარეში არ ჩანდა შენაპირი ვერ ვნახე ვერაფერი სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა ზინავთ ბლელ ხვეულებში გამოუცნობ კიბერებს როგორც ზღვის ხეტიალი როგორც ბედის ტრიალი ჩქარი გვინვა გრიალით გრიან ლურჯა ცხელები წილმეტლევ ეგ ცხელები Gakane. Sursram. Erთხელ კიდევ ვნახო. გაზაფხულის მთები წვანი რუსთაველის თეატრის პარალელურად მსახიობი ვერიკოს თეატრშიც თამაშობდა. სწორედ აქედან იწყება ახალი მიმართულება ქართულ თეატრში. მურმანჯინორიამ ქართველი პოეტების ლექსების კომპოზიცია საათნახევრიან მონოსპექტაკლად აქცია. მის მიერ დადგმულ 5 სპექტაკლში რეჟისორიც და მსახიობიც თვითონაა. თავადო ეკუთვნის მხატვრული და მუსიკალური გაფორმებაც. მსახიობმა ლექსის ინდივიდუალური კითხვის სტილით მაყურებელს თავი კიდევ უფრო შეაყვარა. უყურებ ამ კაცს და ხედავ გალაქტიკოს. უყურებ ამ კაცს და ხედავ გურამრჩეულიშვილს. ეს ძალიან რთულია. შენ ხო ფიზიკურად არ გევხარ არა მას. ხიდის მოვალეობას ასრულებ, რომ მის სულიერ სამყაროში შეიყვანო. შენი გაგებით, შენი შეხედულებით, შენი შეგრძნებებით. პოეზიისადმი დამოკიდებულება მსახიობმა საკუთარ ნახატებშიც გამოხატა. ეს ტერენტი გრანელის შენ დედამიწავ უფრო მაშინებ როცა ოცნებით ზეცას მოვიარ. აბა, გაიგებთ? 18 წლიან ასაკობრივ სხვაობას მათთვის ბარიერი არ შეუქმნია და უკვე 20 წელზე მეტია ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. ტაძარიც ერთად დააშენეს სოფელში და ერთად დააარსეს ხელოვნების სტუდია, სადაც ახალგაზრდა მსახიობებს ზრდიან. არ არის რომანტიული ცხოვრებაში, აბსოლუტურად შემიძლია ვთქვა რადიკალურად განსხვავებულ სახეებს ქმნის, მაგრამ
რა თქმა უნდა, შინაგანი მდგომარეობა ამაზეა დაყრდნობილი, მაგრამ მთავარი და პირველი მისთვის არის ხელოვნება და აი ამ მდგომარეობაშია დილიდან ღამემდე. მოდი მამა. ბოლო პერიოდში მსახიობმა გასვლითი ტურები ჩაატარა სხვადასხვა ქალაქებში, სადაც მაყურებლისთვის მონოსპექტაკლები დადგა. რეგიონებში მოგზაურობას მსახიობი მომავალშიც აპირებს. გალაქტიუმში არის დემონი და ჩემში უფრო ანგელოზია. ყოველ დღე ვიღებ ძვირფას